მოგესალმებით აბსოლუტური სიგიჟე ღამის შემდეგ. დღეს ბევრ რამეზე ვისაუბრებთ, გვექნება UFC-ს მიმოხილვა, UFC 329-ის მიმოხილვა, რამოდენიმე ბრძოლას გამოვიხილავთ. ბუნებრივია main events და ასევე Petty Pimblett-ის და Benoit Saint-Denis ბრძოლას. ასევე შევეხებით ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და ამომავალ პროსპექტს და ასევე რა თქმა უნდა გამოვიხილავთ RAF-ის events საქართველოში Real American Freestyle Wrestling-ის events მოიხსენებათ საკითხი ყველაზე პრემიალური დღეს პროფესიონალური ლიგა თავისუფალ ჭიდაობის მოდით დავიწყოთ UFC-ს თავარი ბრძოლით და კონორ მაკგრეგორით. კონორ მაკგრეგორი როდესაც შევიდა cage-ში, ანუ აი თუ დამიჯერებთ, ისტერიული სიცილი დამეწყო, თან მარტო უყურებდი და ანუ ისტერიულად ვიცინოდი, რომ ანუ რეალურად შევიდა ახალგაზრდა ბაბუა ოქტაგონში. ანუ აი სულ აი ბაბუასავით პაროდიაც გავდა რა, ანუ აი ბაბუასავით გამოიყურებოდა საბოლოო ჯამში როდესაც ჩაიცვა შორტები როდესაც უკვე მებრძოლის ასე ვთქვათ ფორმაში ეს მოხოკიც უკვე აღარ უხდებოდა რეალურად და ანუ აი თავიდან კატეგორიულად არ მომეწონა და აი ვფიქრობდი რომ რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რომ ამ ადამიანს გაუმართლოს და დღეს გაიმარჯვოს თქო რა და მოუდინებაც გაამართლა და ისე როგორც ვისაუბრეთ ბრძოლის წინა ვიდეოში რეალურად UFC-ს მოუწევს რომ კონორ მაკგრეგორის ზღაპრის წიგნი ნელ-ნელა დახუროს. აი არანაირი ინტერესი არ მაქვს, აი ჯერად ჩემი, ანუ აი არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ტრილოგიას, ანუ არარსებულ ტრილოგიას Holloway-სა და მაკგრეგორს შორის უყურო, ანუ ეს არის სრული აბსურდი უბრალოდ. Holloway-ს როგორც ჩანს, კაი ჩეკი გამოუწერეს და კიდევ უნდა რომ გააკეთოს. კონორ მაკგრეგორის ხეული უბრალოდ ბრძოლისთვის აღარ არის. მზად ეს მოსალოდნელი რაღაც დონეზე იყო, თუმცა ისევ და ისევ კონორზე როგორც ვისაუბრეთ, მას აქვს უნდა რომ დააჯეროს თავის თავს მის ოპონენტს, ასევე ჩვენს რომ მას აქვს რაღაც შანსი ან თქვა ის გაიმარჯვებს, ჩვენ ეს ვერ დაგვაჯერა, თუმცა რეალურად მაინც დაინტერესებულები ვიყავით ბრძოლით, ალბათ მაინც მომყიდიან კიდე მესამე ბრძოლას თუ ჩანიშნეს, მაგრამ რეალურად რომ ჩაინიშნოს, სავარაუდოდ ყველაზე მინიმუმ 1 წელი კონორ მაკგრეგორი ვერ დაბრუნდება. დიდი ალბათობით ჯვარედინა იოგი აქვს გაწყვეტილი. ეგეც რაღაც კატასტროფა გააკეთა. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ ეს შეიძლება ყველას მოუვიდეს, ბუნებრივია, ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ როდესაც ხარ უკვე ასაკში, სხეული გამოფიტულია, არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდი წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი ბევრად უფრო მაღალი ალბათობებთან არის დაკავშირებული, რომ მსგავსი რაღაც მოგივიდეს ახტომის დროს, დახტომის დროს, რაღაც დაცემის ან ნებისმიერ მომენტში, სადაც შესაძლოა რამე ტრავმის შანსი იყოს, ბევრად უფრო დიდი შანსია, რომ ის ტრავმა ასე შედგეს და მიიღო. ასევე რეალურად რაოდენიც უცნაური არ უნდა იყოს მსგავსი ტრავმა, ну იგივე სიტუაციაში არა, მაგრამ მსგავსი ტრავმა მიიღო, საოპერაციო დონის ტრავმა მიიღო პირველ ბრძოლაში, თუმცა მოახერხა რომ ადაპტაცია მოეხდინა და მაინც გაიმარჯვებინა პირველ ბრძოლაში. ეს მარტო ანუ თქვათ ფსიქოლოგიის თემაც არ არის, მან სხეულიც უფრო ტონუსში იყო, კუნთებიც უფრო იჭერდა ალბათ მუხს და რეალურად მოახერხა რომ ყველაფრის მიუხედავად Holloway დაემარცხებინა, ну მაშინდელი Holloway გასაგებია არ იყო სხვა, ანუ იგივე Holloway რაც დღეს არის, მაგრამ მაინც მოახერხა. ასე რომ კონორ მაკგრეგორი ნელ-ნელა უნდა ჩემი აზრით წავიდეს სპორტიდან, მისთვის აი რა ვიცი თუ არ შექმნია რაღაც ინვალიდების ლიგას, მისთვის დიდი რამ აღარ ყრია UFC-ში. მაქსიმუმ რაღაც ისევ დაგვაჯერონ 1-2 ბრძოლა ორშის მეპარება ეჭვი და ამის შემდგომ უკვე რა ვიცი მას ალბათ სახლი ელოდება შეიძლება ისევ და ისევ კრივი იყოს მისთვის უკეთესი გზა ამ ეტაპზე კრივი ბუნებრივი არასაუბარი აქვს რაღაც
უმაღლეს დონეზე დაიწყო ბრძოლა, ისევ და ისევ არ შეიძლება ფლოი მევედეს ეჩხუბოს, რომელიც ასევე უკვე ასაკში არის და თავი აქვს დანებებული, რაღაც ესეთ super fight, celebrity fight, ვით შეუძლიათ რომ გააკეთონ, რომელზეც ისაუბროს სხვა შორის პრესკონფერენციაზე. და რამე მსგავსი 1-2 ეგეთი, თუმცა UFC-ში უმაღლეს დონეზე კონორის ადგილი უბრალოდ როგორც ჩანს აღარ არის და ამას უნდა ყველა შეეგუოს. ფედი პიმბლეტი მართლაც სერიოზული მებრძოლია, ალბათ უფრო სერიოზული გრეპლერი არის, ძალიან მაღალი დონის ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამარი არის, ანუ მართლა საშიში არის, საკმაოდ ძლიერია ფიზიკურად, მიწაზე. რეალურად მინდოდა ვიდეოს ჩაწერა ბრძოლამდე, უბრალოდ სამწუხაროდ მიზეზების და გამო ვერ მოასწარი და ძალიან ცუდია და მინდოდა საუბარი რომ ბენუა სანდეინი თუ გადაწყვიტავდა რომ გრაპლინგის გაცვლაში შესულიყო პიმბლეტთან, ეს დიდი პრობლემა გახდებოდა მისთვის. ანუ ერთის მხრივ რაც თქვათ ნახეთ და რაც მოხდა რომ გაგუდა ან შეიძლება დაესამბიტებინა სხვა გზით და მეორე ის არის რომ დაიღლებოდა, ანუ არ ამგონია რომ პედი პიმბლეტთან დიდხნიანი გრაპლინგის ბრძოლაში შეენარჩუნებინა მას თავისი კარდიო და ეს ბრძოლა წარიმართა 3 რაუნდის განმავლობაში. ეხლა შანსებზე რო ვესაუბრა, რეალურად რა თქმა უნდა ბენუას შანსები ქონდა, მაგრამ ეს იყო ჩემი აზრით ისე და ისე მდგომში და თქვათ ჭიდაობის კუთხით მხოლოდ მდგომში უნდა ასე ვთქვათ კლინჩში უნდა შესულიყო თუ შევიდოდა, როდესაც დაჭირდებოდა, თუმცა მიწაზე იმის მიუხედავად რომ ორივე გრაპლერები არიან, ჩვენ გვინახია ბენუა, როდესაც ხდება უფრო მაღალი დონის გრაპლერს, ის უბრალოდ ვერ ქაჩავს, მოიკანოსთან იყო ეგეთი სიტუაცია და პედი პიმბლეტი მოიკანოს ნაკლები გრაპლერი არ არის, თუ მეტი არა და ჩემი აზრით, ისევ და ისევ MMA-ის მებრძოლად ესე მთლიანობაში ძალიან მრავალფეროვანი არ არის პედი, მაგრამ ჯიუ-ჯიტსუ აქვს ძალიან სერიოზული და ყველამ პატივი უნდა წეს, ვინც შეცდომას დაუშვეს მასთან მაკუთხით და შევარდება ფეხებში ყოველგვარი პატივისცემის გარეშე, სავარაუდოდ დიდი შანსია რომ სხვაგან ზომილებაში წავიდეს როგორც ბენუა ამ ბრძოლაში. მან ბრძოლის მერე პირველი ილია თოფურიას სახელი ახსენა ასევე და შესაძლოა რომ ეს ბრძოლა იყოს შემდეგი, უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი ამ ბრძოლაზე, პედისაც აქვს ბოლო პერიოდში წაგება, ეხლა მოიგო ბუნებრივია, მაგრამ ილია უფრო მაღალ საფეხურზე იყო შესაბამისად დაახლოებით არის შანსი რომ თუ UFC-ს ექნება სურვილი და ორივე მებრძოლს ექნება სურვილი რომ ეს ბრძოლა შედგეს, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია, ასე ვთქვათ, ველოდებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ამ ბრძოლაზე მიდის საუბარი, დიდი ხანია ერთმანეთს კმენენ მებრძოლები, ერთხელ ჩაიშალა, მაგამდეც რეალურად პედის შედეგების და გამო ჩაიშალა, ილია თოფურია უკვე სხვა დონეზე გადასული. ეხლა არის ალბათ იმ სიტუაციაში კარიერაში, სადაც შესაძლოა რომ ეს ბრძოლა ლოგიკურად შედგეს და უკვე საკმაოდ დიდი ბრძოლა შეიძლება მივიღოთ აქედან და ილიასთვის დიდი პლაცდარმი იყოს კამბეკისთვის. ამ ბრძოლაზე დეტალებზე უკვე თუ ჩაინიშნება ჩავშლი ძალიან დეტალურად და გავივლით ყველაფერს. გეიბლ სტივსონი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროსპექტი დღესდღეობით MMA-ში, ყველა წონაში, განსაკუთრებით მძიმე წონაში და მძიმე წონას ის ჰაერი სჭირდება. ეგეთი მებრძოლი ყოველდღე, ანუ ეგეთ მებრძოლს და ეგეთი რეზუმის მქონე მებრძოლს ყოველდღე ვერ იღებ და რაღაც დონეზე გეიბლ სტივსონს უბრალოდ ის სწორი რეზუმე აქვს, რაც უნდა ჰქონდეს მაღალი დონის მოჭიდავეს რომ გადავიდეს MMA-ში. ის მალევე წავიდა, ერთხელ მოიგო ოლიმპიადა და ეგრევე საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გადავიდა უკვე და დაიწყო ფიქრი სხვა სპორტებზე და აღარ დარჩა დიდი ხნით ჭიდაობაში, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკვე როდესაც დარჩევი და 3 ოლიმპიადას მოიგე პოტენციურად 3 მედალს აიღებ ოლიმპიადაზე და მე გინდა რომ გადახვიდე, ხშირ შემთხვევაში გვიან არის
ეს არის საკმაოდ კარგი, ესე ვთქვათ, მომენტი, სეხუდოსაც მსგავსად ჰქონდა და ნუ ხა სეხუდო რაც არ უნდა თქვა, ორიგზის ასევე ჩემპიონი გახდა UFC-ში. გეიბოლის თუ მსგავს შეძლებს, ნუ ან რამოდენიმეჯერ ერთ ტიტულს დაიცავს, უკვე ძალიან სერიოზული შედეგი იქნება. და რეალურად ჩემს მას აქვს ეს პოტენციალი, რომ გახდეს ჩემპიონი თან მძიმე წონის დივიზიაში. და აი უბრალოდ ეს ბრძოლა იყო მისი ათლეტიზმის და მისი უბრალოდ პოტენციალის კარგი ჩვენება, კარგი შოუ-კეისი. ძალიან ადვილად აითვისა დგომი, კომფორტულად გზნობს, არ ეშინია. რაღაც დარტყმები გაუშვა, მაგრამ ჩემი აზრით მარტო ტექნიკური პრობლემების შედეგი არ იყო ეს დარტყმები. მეორე მხარეს საკმაოდ ძლიერი დარტყმელი იყო ასევე და პატივი უნდა ეცა რაღაც დონეზე მისი ძალისთვის, მაგრამ აი უბრალოდ არ ცემდა პატივს და უბრალოდ მთლიანობაში ფიქრობდა, რომ არ მაინტერესებს გადაგივლი. ეგეთი მენტალიტეტი იყო და გადაუარა კიდევაც. ჯამში თუ შევხედავთ, მისი ოპონენტი ელიშა ელისონი იყო რეალურად გადარჩენაზე. თავიდან ბოლომდე მოდიოდა რაღაც მატარებელი და ცდილობდა რომ გზიდან გასულიყო და რაღაცნაირად ის მატარებელი არ ვიცი ლიანდაგებიდან გადაეყირავებდა, მაგრამ ვერ მოახერხა ეს და შესაბამისად, რასაც ველოდებოდი ის მივიღეთ და ყავს ახალი საინტერესო სახე მძიმე წონის კატეგორიაში. მოდით ვისაუბროთ რაფზე, ანუ აი გუშინ დავესწარი რაფს, ნუ ეს იყო აბსოლუტური სიგიჟე, აბსოლუტური ემოციების პიკი, რაც ნუ მიგზნიან ერთ-ერთი ემოციების პიკი, ილია თოფურიას და მაქს ჰოლოვის ბრძოლაზეც ვიყავი და ეგეც ნუ ძალიან მაღალი დონის გზნობების კოქტეილი იყო, მაგრამ ესეც ალბათ თითქმის მაგდონეზე იყო თან, როდესაც ნუ ფურცელზე მერაბ დვალიშვილი იყო აუტსაიდერი. ესეც დაიწყო რეალურად ვითნობს აგებდა ერთი ტრიალის და წააგებდა როგორ გამთავრდებოდა, იმიტომ რომ 10-0-ით როგორც მოგეხსენებათ, მთავრდება ბრძოლა ავტომატურად თავისუფალ ჭიდაობაში. და თან მომენტების მერე უკვე არ მოელოდები რომ მოახერხებს მერაბი ბრძოლის შემოტრიალებას, რა თქმა უნდა იმედი მქონდა, თუმცა ხვდება ოლიმპიურ ჩემპიონს, ანუ ჭიდაობაში ყველაფერს თავი დავანებოთ, ოლიმპიურ ჩემპიონები ასაკში არის, ასაკებია ყველაფერი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ერთ-ერთი უძლიერეს მოჭიდავე არის ამერიკაში, ალბათ რომ დარჩენილი იყო ჭიდაობაში, შეიძლება კიდევაც მოიგო. კიდევ ერთხელ მოიგო ოლიმპიადა სეხუდოს, მაგრამ MMA-ში გადავიდა, იქაც ლეგენდარული კარიერა ჰქონდა. და ამის მერე ამოუკაჩო, დაჯაბნო, როდესაც მერაბი არის არ არის მოჭიდავე, მას ძიუდოს ბექგრაუნდი აქვს, მერე MMA-ში გადავიდა. ძიუდოში თქვათ ყველაზე ტიტულოვანი რაღაც ქართველიც არ არის, ასე თქვათ. და ფურცელზე უბრალოდ ესე რომ შეხედო დაგიდონ, წესდარიგით ეხუდომ მარტივად უნდა მოუგოს. ხო და თავიდან ეგრეს დაიწყო, რომ თითქოს მერაბს ბოლომდე აი ეს თქო წესებიც არ ესმოდა, თლად ბოლომდე სიტუაციაც უმისთვის თლად ნაცნობი არ იყო. დგომიც თლად მოჭიდავის, თავისუფალი მოჭიდავის არ ქონდა. თუმცა მოახერხა თავისი სტილით, თავისი შეუპოვრობით, თავის გულით, თავის ტექნიკითაც ბუნებრივია. აი შეკრებშიც კიდე აი სერიოზულად დაჩაბრა, აი მან შემოვიდა ძიუდოს ასე ვთქვათ ბაზაც, მარტო ძიუდოს ბაზა არა, თქო უნდა ეს ადამიანი უკვე ბევრ დისციპლინაში, ბევრ წელია ვარჯიშობს, მაგრამ ეს ამ ყველაფრის კომბინაცია შემოვიდა და დაჯაბნა სეხუდოს, შორის მსგავსი სიტუაცია იყო მათი UFC-ს ბრძოლის დროს, როდესაც სეხუდოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი გდება არის, ან შიდა inside ribs ეძახიან ფეხი დროს შედის და ცდილობს რომ გადააგდოს უკან შეკვით ოპონენტი და მანდაც აიგდო შევიდა და ბევრი ყავს ეგ გადაყვანილი ჭიდაობის კარიერაში და UFC-ში სხვა შორის სეხუდოს მერაბი უბრალოდ დადგა და უტყა ბალანსს არ კარგავდა. აქ კიდე საპასუხოდ გდებები გაუკეთა, ანუ ორჯერ თუ სწორად მახსოვს
და ანუ აი რა ვიცი, დაინგრა დარბაზი, მართლაც სერიოზული რამ მივიღეთ. სხვა მატჩებსაც შეეხება, ანუ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი ბრძოლა მივიღეთ მეივედერი პაკიაოს დონის ჭიდაობა მატჩი სადულაევსა და სნაიდერს შორის. მათ რა თქმა უნდა, მაქამდეც აქვთ ნაჭიდავები, იმიტომ ჭიდაობა ისე სპორტია, რა ხშირად ხვდები ერთმანეთს, მაგრამ ესეთ პროფესიონალურ დონეზე და ესე თქვათ რაღაც ერთი სუპერ მატჩის სტილში პირველად თქონდათ, ნუ ბუნებრივია, ვიცით უკვე რომ სნაიდერმა მოიგო. კი ტრავმა მიიღო სადულაევმა, მაგრამ ნუ პირველ რიგში ეს ტრავმა გამოიწვია სნაიდერმა, შესვლის დროს დიდი ხანი დაუტოვა ფეხი საკმაოდ, იმიტომ რომ არ უნდა რომ ხულა დაეთოს სადულაევს და ამანაც გამოიწვია ეს ტრავმა ჩემი აზრით, მაგრამ რეალურად მაგ ბრძოლაში მართლა იგრძნობოდა რომ სნაიდერი იპოვიდა გასაღებს. მეც ახლა მაგ თემაში ძალიან მაღალ დონეზე ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ალბათ მესმის შესაძლოა ბევრზე უკეთ და მე ჩავთვალე და ნუ ჩემზე უფრო მცოდნეებიც თქვათ იყვნენ ჩემთან ერთად სულთა თავისუფალი სტილის კუთხით, ჭიდაობის სტილის კუთხით, მათ თქვეს რომ აი 4-2-ზე არ იყო თავიდან, რეალურად მაქსიმუმ 2-2-ზე იყო. აი ეს როდესაც სნაიდერი შევიდა და ნაწილობრივ გადაატრიალა სადულაევმა სნაიდერი. ამის მერე იგრძნობოდა სადულაევი რაღაც ვერ გამოიყურებოდა, კარგად არ ვიცი თქვათ ამის მიზეზი რა იყო, ალბათ სნაიდერიც იყო, ალბათ შეიძლება სხვა რამეც იყო, მაგრამ ვერ გამოიყურებოდა, იქ იგრძნობოდა რომ სნაიდერი მაგ მატჩს რაღაც მომენტში გადაიბარებდა და ესეც მოხდა. ტრავმაც რო არ მოხდარიყო, მან გადაიყვანდა, ქულებს აართმევდა და შესაძლოა რომ ისედაც გაიმარჯვებინა და ჩემი აზრით გაიმარჯვებდა და ეგეც საკმაოდ საინტერესო რამ მივიღეთ. მე სადულაევის ზოგადად სუფთა მოჭიდავეს ფანი ვარ, მას მართლა პატივს ვცემ. ძალიან ლეგენდარული მოჭიდავია, მაგრამ გინდა არ გინდა არ მომიწონა და ვერ მომეწონებოდა რომ საქართველოს ჩამოდის და იმდენი შეგნება არ აქვს რომ რუსეთის დროშა არ ააფრიალოს ასე თქვა გადაღებებზე და რასია ვპიროთ და რაღაც ეგეთ რაღაცებს არ იყვიროს, შესაძლოა რომ უფრო ცოტ ხმადაბლა კი ბატონო რუსეთის დროშაც გიხატოს რა მსგავსი, იმიტომ რომ მოგცეს უფლება. მაგრამ არ არის საჭირო რაღაც მეტი რაღაცეები, ნუ პრესკონფერენციაზეც არ ვისაუბრებ ბევრს, რაც იყო ყველამ ნახა და ამ ეტაპზე ჩემოსაზრებს ჩემს დავიტოვებ. უბრალოდ აი ეს მომენტი იყო, რამაც ჩემი აზრით ანუ საკმაოდ გამახარა რომ სნაიდერმა მოიგო, არ მინდოდა იქ პოტენციურად სადულაევს კიდე რუსეთის დროშა ეფრიალებინა, რაც არ იქნებოდა საქართველოში ლამაზი და მორჩა. ეს იყო ჩემი მიმოხილვა სხვადასხვა ბრძოლის და ივენთების. თუ მოგეწონათ, თხოვთ ისევ და ისევ მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი. ვცდილობთ რომ ავიდეთ 1000 გამომწერამდე. თქვენი მხარდამჭერა ჩვენს მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერები, სპონსორები, ყველაფერი. ასე რომ დროებით დაგიბრუნდებით კიდე სხვა საინტერესო ვიდეოებით, ივენთებზე მიმულით და შევეცდებით რომ რაღაც სხვა ტიპის ზოგადი კონტენტიც ნელ-ნელა გავაკეთოთ სხვა მიმართულებით და შევმატოთ არხს.